კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და თესეუს პროფესორი ვანო წერეთელის შეფასებით ხელისუფლება დედაქალაქში სტუდენტების დიდ კონცენტრაციას საფრთხედ აღიქვამს და უნგრეთისა და რუსეთის მსგავსად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო კერების გაკონტროლებას ცდილობს. განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს მან გადაცემა ანალიტიკაში სტუმრობისას უპასუხა და რეფორმა პოლიტიკურ მოტივაციებს დაუკავშირა. პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსურ და ინსტიტუციურ ზარალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვოტების შეზღუდვა ყველაზე მოთხოვნად და მაღალშემოსავლიან მიმართულებებს შეეხო. სამედიცინო მიმართულების ჩამორთმევამ კი თესეუს ყოველწლიურად მილიონობით ლარის შემოსავალი დააკარგინა. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ანალიტიკას ეთერში უნივერსიტეტებისთვის კვოტირების დაწესების პროცესზეც ისაუბრა. მისი განცხადებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებებს ზურგს არანაირი კვლევა არ უმაგრებს. ის აღნიშნავს, რომ გლობალიზაციისა და დისტანციური დასაქმების პირობებში ბაზრის მოთხოვნების ხელოვნურად დაცვა და პროფესიების კვოტების დაწესება შეუძლებელია განსაკუთრებით მაშინ, როცა პროცესი ნაჩქარევად წარიმართა. განათლების რეფორმის რეალური მიზანი აკადემიური პერსონალის წმენდა და სასწავლო შინაარსის პოლიტიკური კონტროლია. ასე აფასებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ქართული ოცნების უმაღლესი განათლების რეფორმას ანალიტიკას ეთერში და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების რიტორიკა უნივერსიტეტებში მიკერძოებული პროფესურის წინააღმდეგ პირდაპირ მიანიშნებს უმაღლესი განათლების შინაარსობრივ ტრანსფორმაციაზე პოლიტიკური დღის წესრიგის სასარგებლოდ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეფორმის ავტორთა არგუმენტები პროფესიების დატვირთვასა თუ სტუდენტების სწრაფ დასაქმების შესახებ მხოლოდ ფასადია. რეალური მიზანი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მათ შორის განათლებისა და ბიზნესის მართველი პარტიების ინტერესების სამსახურში ჩაყენება. ჯანაშია ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს მეთოდოლოგიას, რომლითაც დგინდება თუ რამდენი სპეციალისტი სჭირდება ქვეყანას. თავისუფლების მოედნის წევრმა რეფორმის ის ნაწილით შეაფასა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარისხული ყველა სტუდენტი უფასოდ ისწავლის. ექსპერტის პროგნოზით დაფინანსების შემცირების პირობებში ხარისხის ზრდა და საერთაშორისო თავსებადობა შეუძლებელი იქნება. ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტის გივი თხელიძის შეფასებით ტვირთნაკადის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით საქართველო მხოლოდ გეოპოლიტიკური იღბლის იმედად არ უნდა იმოქმედოს და აქცენტი მომსახურების ხარისხსა და ინფრასტრუქტურაზე უნდა გადაიტანოს. ირანში ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტესა და ირანის პორტ ბანდარ აბასთან დაკავშირებული პრობლემები ტვირთნაკადის ნაწილს შუა დერეფნისკენ ამისამართებს, რამდენად მზად არის ქართული ლოგისტიკური სექტორი გაზრდილი მოთხოვნისთვის. ამ თემაზე გივი თხელიძემ ანალიტიკას ეთერში ისაუბრა. საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების მოსალოდნელია საქართველოს კონკურენტულ გარემოშია. თუ ქართული მხარე ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან მომსახურებას, ტვირთების შესაძლოა სხვა მარშრუტებზე, მაგალითად ჩინეთის მიმართულებით გადამისამართდეს. გადმომისამართებული ტვირთი, რა თქმა უნდა, ცოტათი უფრო გაძვირდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავახუდროთ განვითარებული ინფრასტრუქტურა, ამბობს გივი თხელიძე. ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ს ეთერში ხაზი გაუსვა ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას, რომელიც იწვევს საწვავის გაძვირებას, რაც ჯაჭვურად ზრდის გადაზიდვების ტარიფებს შუა დერეფანშიც. შუა დერეფანში საქართველოს როლის ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას გივი თხელიძე აღნიშნა, რომ ტვირთბრუნვის დაჩქარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა მეზობელ აზერბაიჯანთან საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია და ერთობლივი გამშვები პუნქტების შექმნა, რაც ტვირთის დაყოვნების დროის მინიმუმამდე შეამცირებს. საქართველოს პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამუშავებელი ქარხნის ბლექსი პეტროლიუმის CEO და თანადამფუძნებელი გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კომპანიის პირველი ფაზის ფარგლებში აშენებული საწარმოს და მეორე ფაზის განვითარების გეგმებზე საუბრობს. კომპანიის მიზანს ექსპორტთან ერთად ევრო-5 მარკის ბენზინით, დიზელით და საავიაციო საწვავით ადგილობრივი ბაზრის სრულად მომარაგება წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გაიყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამჟამად კი ქარხანა ნავთობპროდუქტების ნახევარფაბრიკატების წარმოებით არის დაკავებული, რომელსაც კომპანიები მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით ყიდულობენ. ბლექსი პეტროლიუმმა პროდუქციის წარმოება 2025 წლის ბოლოს დაიწყო, როგორც დავით ფოცხვერი აღნიშნავს, კომპანიის მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების მყიდველთა შორის არიან ნავთობპროდუქტების ვაჭრობით დაკავებული ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანია ტრაფიგურა და საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია საუდი არამკო. სავალუტო კონვერტაციების ბაზარი იცვლება, ფულის გადაცვლის ოპერაციები აქტიურად გადადის ციფრულ სივრცეში. ნაღდი კონვერტაციების ბაზარი კი მომხმარებელს კარგავს. ციფრული სერვისების დანერგვისთვის ვალუტის გადამცველ პუნქტებს მთელი რიგი მარეგულირებელი და ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, რაც სოლიდურ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. ამის შესაძლებლობა კი ერთეულ სუბიექტებს აქვთ. ციფრული მომსახურების გააქტიურების კვალდაკვალ ვალუტის გადაცვლის პუნქტების ნაწილი ამბობს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა შეუმცირდათ. Foresight FX-ის დირექტორის დავით დიმიტრაძის შეფასებით სავალუტო პროდუქტები თავის ნიშას შეინარჩუნებენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში უნაღდო კონვერტაციების ბაზარი აქტიურად ვითარდება, ისინი მომხმარებელს ნაწილს დაკარგავენ.
საქართველოს მსოფლიოში აღიარებულია როგორც მარცვლეულის, განსაკუთრებით კი ხორბლის მოშინაურების ერთ-ერთი უძველესი კერად. თუმცა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი სრულად ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ამის შესახებ გაერთიანება ქართული ხორბლის დამფუძნებელი ლალი მესხი BMG-თან ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვნად იმპორტზეა დამოკიდებული და შიდა მოთხოვნის მცირე ნაწილს თავად აკმაყოფილებს. თუმცა აქვე დასძენს, რომ ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს. მისივე თქმით, ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ხალხური ჯიშები მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 კულტურულ სახეობიდან, რომელთა შორის 14 საქართველოშია გავრცელებული და მათგან 5 ენდემურია წლების განმავლობაში მივიწყებული იყო და გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა, თუმცა ბოლო პერიოდში მათი აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დარგისთვის მნიშვნელოვანი წინსვლად სახელდება 2025 წლის 10 დეკემბერს ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება. როგორც მესხი განმარტავს, ეს ფაქტი მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის. მისივე განმარტებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მწარმოებლების, ისე ბაზრის ინტერესიც. თუ წარსულში ქართული ენდემური ჯიშების ხორბლით დაინტერესებული ფერმერები ერთეულები იყვნენ, დღეს მათი რაოდენობა უკვე რამდენჯერმეა გაზრდილი. საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, მარტში სარესტორნო ბიზნესის დატვირთვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა. მისი თქმით, განსაკუთრებით ის ბიზნეს ოპერატორები დაზარალდნენ, ვინც ტურისტულ ლოკაციებზე ოპერირებდნენ. თბილისშიც მძიმე სიტუაცია, ცენტრალურ რაიონებში ტურისტული ნაკადი შარშანდელ დაბალ სეზონთან შედარებით 20-25%-ით ნაკლებია, აცხადებს ის. საქართველოდან ბოსტნეულის ექსპორტი განახევრდა, კერძოდ მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით საქართველოდან 4.900.000 ღირებულების ბოსტნეული გავიდა, საიდანაც საქართველოში წარმოებული ბოსტნეულის ექსპორტზე $3.5 მილიონი მოდიოდა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $11.5 მილიონი ბოსტნეულის ექსპორტი დაფიქსირდა, საიდანაც ადგილობრივი ექსპორტი $10.200.000 იყო. კლება კარტოფილის ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ გასული წლის 2 თვეში ქვეყნიდან $7.800.000 ღირებულების კარტოფილი გავიტანეთ, როცა წელს ეს მაჩვენებელი $722.700-ია. ბოსტნეულის მთავარი საექსპორტო ბაზრები უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანია. ხუთეულში ასევე რუსეთი და თურქეთიც. საქართველოს ბანანი გაუძვირდა, იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში $8.700.000, 10.320 ტონა ბანანი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $6.5 მილიონი და 8.305 ტონა იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ წელს 1 კილოგრამი იმპორტირებული ბანანის საშუალო ფასი 85 ცენტია. გასულ წელს კი ამავე პერიოდში 78 ცენტი ღირდა. გაძვირება დაახლოებით 9%-ია. ბანანი მეტწილად კვლავ ეკვადორიდან შემოგვაქვს, მეორე ადგილზე კი თურქეთია, მესამე ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს. საქართველოში ახალი ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის მიზანი ახალგაზრდებისთვის შექმნა სივრცე, სადაც იდეები რეალურ შესაძლებლობებად გარდაიქმნება. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს ასოციაციის კომუნიკაციების დირექტორმა თამარ ბურნაძემ და კვლევის მენეჯერმა თეოდორე გელაშვილმა BMG TV-ს გადაცემა ქალების ნარატივში ისაუბრეს. ბურნაძის თქმით, ორგანიზაცია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც ოფიციალურად წელს დაფუძნდა, თუმცა მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე ასოციაცია უკვე აერთიანებს 70-ზე მეტ წევრს და 8 სტრატეგიული პარტნიორი ყავს. მათივე განმარტებით, ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული მახასიათებელია მკაფიო სამიზნე ჯგუფი, ახალგაზრდა ბიზნესმენები, რომლებიც ხშირად აწყდებიან კავშირების ნაკლებობას და რესურსებზე ხელი არ მიუწვდებათ. ასოციაციის კვლევის მენეჯერის თეოდორე გელაშვილის თქმით, ორგანიზაციაში გაწევრიანება მარტივი პროცედურაა, თუმცა თან ახლავს დეტალური შერჩევის ეტაპი. კანდიდატების განცხადებებს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს, რომელიც თავად წევრებისგან შედგება და უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. თბილისის ბულვარი ბოლოს სახით 2022 წელს დასრულდება, როგორც კომპანია ჯინო ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა გვანცა გვარამაძემ გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტთან ინტერვიუში განაცხადა, ამ ეტაპზე პროექტის პირველი და მეორე ფაზების მშენებლობა პარალელურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით თბილისის ზღვაზე 1600 ბინა და 600 სასტუმრო ნომრის შექმნა იგეგმება. მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 250 მილიონი ევროა. მშენებლობა დაყოფილია ფაზებად. პროექტი მოიცავს არამხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს, არამედ სრულ ინფრასტრუქტურას დასვენებისთვის, მუშაობისთვის, სპორტისთვის და სტუმრების მიღებისთვის. ღვინის კომპანია თბილღვინოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს საექსპორტო ბაზრებზე პრემიალური ახალი კოლექციის ღვინოები უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი BMG-სთან ამბობს, კომპანიის ახალი კოლექცია, რომელიც ქვევრის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული ბრიტანეთის და გერმანიის შემდეგ წელს უკვე კანადაშიც გაიყიდება. მისივე თქმით, გლობალურად არსებული გამოწვევების ფონზე თბილღვინო აქცენტს საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების შენარჩუნებაზე აკეთებს. კომპანია ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
რიტეილ სექტორის ნაწილში აცხადებენ, რომ თუკი ტურისტული ნაკადების კლების ფონზე გაყიდვების ტემპის დინამიკა მომდევნო პერიოდში ნეგატიური შენარჩუნდება, შესაძლოა მიმდინარე საინვესტიციო გეგმების გადახედვა და შემცირება მოუწიოთ. როგორც PMG-სთან ზარას, Massimo Dutti's, Mangos და სხვა ბრენდების ოპერატორი კომპანია Sinomi Retail-ის ხელმძღვანელი ამბობს, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიური ბაზრებიდან ტურისტების კლების ფონზე მათ სავაჭრო ქსელებში მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც წლის პირველ ორ თვესთან შედარებით მკვეთრად გაუარესებული ტრენდია. რევაზ მაღალაშვილის თქმით, ნეგატიური ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში ისეთ საინვესტიციო პროექტებს გადაავადებენ, როგორიც არის მაგალითად არსებული მაღაზიების განახლება.